ჩემი სეზონი ძალიან ესეთი საინტერესო, ძალიან დადებითი და რთული გამოდგა. შეგუებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მქონია, იმიტომ რომ პირველივე დღიდან როგორც კი ჩავედი და როგორც კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ისეთი თბილი გარემო და ისეთი კარგი კონტინგენტი არის შეკრებილი, რომ საერთოდ არ მქონია ადაპტაციის პრობლემა, ძალიან მალევე გავხდი უკვე გუნდის ნაწილი და რაც შეეხება სეზონს, ძალიან ბევრი კარგი მოგონება, საინტერესო თამაშები, ძალიან მიხარია რომ ამის თანამონაწილე ვიყავი. იყო მეორე ჟალგირის ვილნიუს, რომელსაც ყოველ წელს გარანტირებული ჰქონდა თითქმის ჩემპიონობა, მაგრამ ეს პირველი წელი გამონაკლისს გამოდგა ჩვენთვის, რადგან არავინ არ მოელოდა და ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ შევძელით და გუნდმა ჩემთან ერთად შეძლო და მეც ამ ისტორიის წევრი და მონაწილე ვარ. თელავიდან წავედი, მაგრამ ერთია ჩემი აზრით, იმასაც ვფიქრობ, მანამდეც რამოდენიმე ქვეყანაში ვთამაშობდი და ეს ადაპტაცია და ახალი გარემო არ არის უცხო ჩემთვის და არ მიჭირს ხოლმე, რადგან შეგუებული ვარ და რაღაც რომ ვიცი რა ხდება, როგორ ხდება, არ არის ისეთი რთული ჩემთვის. ძალიან დიდი განსხვავება ახლა გუნდში, რომელშიც დასარჩენად იბრძვი და ყოველთვის განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობ, ვცდილობ რომ შეიძლება ნაკლები გაუშვა და კონჩეტევაზე აქეთ გაიტანო, ყოველთვის ვცდილობ რომ შენი კარი დაიცვა. როცა საჩემპიონო გუნდში ხარ, ჩემ გუნდში რაც კაუნას ჟალგირისში პირიქით ვთამაშობ ყოველთვის, რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება სწრაფი გოლი გავიტანოთ, ყოველთვის ვუტევთ, აქტიურ პრესინგს ვთამაშობ და ძალიან დიდი განსხვავებაა ეგ. და რაც შეეხება შეგუებასთან, ანუ თავიდან ცოტა ეს უცხო იყო ეს ჩემთვის, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთის თამაში გიწევს, მაგრამ 1-2 თვე და ყველანაირად გადავეწყვე, მეც ძალიან ბევრს ვცდილობდი და სადაც თვენახევარში ორ თვეში უკვე გადავეწყვე მაქსიმუმ. პირველივე საუბრიდან მწვრთნელი დამიკავშირდა და ჩვენი პირველი კომუნიკაცია იყო მზად თუ არ ხარ ესეთი ფეხბურთის თამაშის, რაც იცქვია 90 პრესინგი, შეტევა, იმიტომ რომ გვინდა ჩემპიონობა, არასოდეს არ ყოფილვარ ჩვენ ჩემპიონები და ძალიან დიდი მიზნები და მოკლედ ძალიან დიდი წენხიც იქნებოდა. პირველივე ჩვენი კომუნიკაცია იყო ეს, რომ ამბიციური გუნდი იქნებოდა და ვიბრძოლებდით ჩემპიონობისთვის. ასევე გუნდი წინა სეზონში გავიდა მესამე ადგილზე, ვიცოდი კონფერენს ლიგას თამაშობდნენ და ესეც ჩემთვის საინტერესო იყო. რაც შეეხება ემოციებს, ძალიან ზრდადი გუნდი არის, ძალიან პერსპექტიული გუნდია. ყავთ ძალიან დიდი გუნდი კალათბურთში, ეს ერთი ორგანიზაცია, ერთი ბრენდი არის. და ამ ქვეყანაში ჯერჯერობით კალათბურთი არის პირველი სპორტი, ევროლიგაზეც კარგად ასპარეზობენ. ეხლა დღევანდელი მონაცემებით პირველ ადგილზე არიან საერთოდ ეს კალათბურთის გუნდი, ჩვენი კაუნას ჟალგირისი და რაც მომწონს და რაც ჩემთვის ძალიან გასახარი არის, ცდილობენ რომ ფეხბურთის გუნდის დონის მხრივ დაეწიოს და უფრო მაღალი და უფრო მოთხოვნადი გახდეს. ჩემთვის განსაკუთრებით ქართული დროშა ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ხედავ ხოლმე სადაც არ უნდა ვითამაშო, თუ სადმე მოვკარი თვალი, აუცილებლად მივდივარ თამაშის მერე, გამოველაპარაკები, ვინ არის ქართველია და ამით ჩემ პატივისცემას გამოვხატავ იმ ადამიანის მიმართ, რომ ჩემს გამო ქართული დროშით დაესწრო თამაშს. და ერთი განსაკუთრებული ფაქტი და მომენტი არის, რომ რაღაც პერიოდის მერე ქართულ დროშას ხშირად დაიწყო ქართული დროშით ერთმა ადამიანმა სიარულე და რომ დავინახე პირველად ეჭვიც არ შემპარვია რომ ქართველი იქნება და თამაშის მერე მივედი, გამოვლაპარაკებოდი და ადგილობრივი ლიტველი დამხვდა. გამოველაპარაკეთ, ძალიან დადებითად ყველაფერი, ამის მერე დაიწყო რეგულარულად ჩემი ქართული დროშის სიარული. ძალიან დიდი გულშემატკივარია, მხოლოდ ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობდი მაგ ადამიანის მიმართ და უშუალოდ ლიტველებისგან და დადებითად არიან ქართველების მიმართ ძალიან განწყობილი და ჩემთვისაც ეს იყო ძალიან დიდი მუხტი, ემოცია და პირველ რიგში мотивация, როცა ხედავ ქართულ დროშას და ეს ქართული დროშა მოაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, იმ ქვეყნის მოქალაქეს, სადაც შენ თამაშობ. ამბიციები შესაძლებლობების გარეშე ცოტა რთულიც არის, მაგრამ ამ გუნდში ყველაფერი არის შესაბამისი თავისი ამბიციების. ძალიან უმაღლესი სტანდარტის სტადიონი გვაქვს, ახალი
სავარჯიშო ბაზა, 4 მოედანი, სატრენაჟერო დარბაზი, რაც შეიძლება კარგ დიდ გუნდს უნდა კონდეს, ყველაფერი არის ამ გუნდში არსებული და რაც არის საჭირო ფეხბურთელი განვითარდეს და წინ წავიდეს, აბსოლუტურად ყველაფერი არის. ჩემთვის ეს ძალიან დიდი სასიხარულოა, რომ ვიცი მე აქ ვარ და ხვალ უკეთესი ვიქნები ამ პირობებში და უფრო განვითარდები. რადიკალურად განსხვავებული სტილის თამაში რო გიწევს, მარტივი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ახსენეთ წეღანაც თელავში რო თამაშობდი სანამ წავედი კაუნას ჟალგირისში, ვიწევდა უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთის თამაში. აქ საერთოდ სხვა ფეხბურთს თამაშობ. უბრალოდ 90 წუთი გიჭირავს ბურთი და მოწინააღმდეგეს ერთ წამსაც არ აძლევ ამოსუნთქვის საშუალებას, რომ ბურთით იყოს პრესინგი, მაღალი და 90 წუთი უტევ, რაც შეიძლება მეტი გოლი და ანუ რადიკალურად განსხვავებული რაც ვახსენეთ. თავიდან რა თქმა უნდა რთული იყო, შეგუებაც გამიჭირდა, იმიტომ რომ სხვადასხვა ფეხბურთი არის საერთოდ დაცვიდან გადადიხარ შეტევით ფეხბურთში, მაგრამ საბოლოო ჯამში მიხარია, რომ მალე გადავეწყვე და მალე დავიწყე ამ ფეხბურთის თამაში, რასაც ჩემი გუნდი მოითხოვს. რთული იყო მოსამზადებელი ჩემი აზრით და ეს ბევრგან მithქვამს და თუ სადმე ვინმე ეს კითხვა დამისვა, ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ძალიან რთული მოსამზადებელი გავიარეთ პირველი თვე უაზროდ ბევრი ვირბინით. ესეც რთული იყო, იმიტომ რომ ხშირად არ არის საქართველოში ესეთი ფიზიკური მომზადება, რაც ჩემთვის ანუ გასაკვირი იყო და ცოტა რთულია. მაგასაც ეგვები, ყველაფერს ეგუები ფეხბურთელი, მაგრამ პირველი 2 კვირა ეს მოსამზადებელი იყო ჩემთვის ურთულესი. მაგრამ მე ნელა უკვე გადავეწყვე ამაზეც, შევეჩვიე ყველაფერს. ჩემპიონატში უკვე ვიცოდით, რომ ეს დომინანტური გუნდი ვიყავით და დომინირებდით. უკვე მიზნები უკვე გათვითცნობიერებული გქონდა, რისთვისაც ვთამაშობდით, მაგრამ ეს ევრო ტურნირები უკვე სხვა გამოცდილება, იქაც უკვე სხვა კვალიფიციური გუნდები თამაშობენ და ფეხბურთელებიც. ნუ უკვე მე მივხვდი განსხვავებას, უკვე პირველი თამაში უელსთან ვქონდა, სახლში 3-0 მოვიგეთ, გასვლაზეც 1-1 ვითამაშეთ, მაგრამ ყველაფერში ვაჯობეთ საერთოდ და უკვე მათ მივხვდი, რომ უკვე მარტო ჩემპიონატში არ ვართ ჩვენ დომინანტები და კარგი გუნდი, უკვე ევროთასებზეც შეგვიძლია ესეთ ფეხბურთს თამაში და უკვე მეორე თამაში, რომელიც ნამდვილად კარგი ჩემპიონატია, ისლანდიის ჩემპიონატი, ვალური არის, კარგი გუნდი არის, რომელსაც ყოველ წელს აქვს ევროთასებზე თამაშების გამოცდილება და ლამაზ ფეხბურთს და ეს გააზრებულ შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, როგორც ჩვენ თამაშობთ. დაუპირისპირდით ორი თითქმის იდენტური გუნდი, იდენტური იდეოლოგიით, მაგრამ პირველივე თამაში გამოჩნდა ჩვენი ეს ხარისხი რაღაც უფრო მეტი, როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური და ორი მატჩის ჯამში ეს გუნდიც რო უკვე გავაგდეთ, მან უკვე მივხვდი ჩემ თავთან და გავაანალიზე, რომ უკვე აქაც კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და ესეც უკვე სიამოვნე და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. მე პირადად როგორც ფეხბურთელს შემატა და მომიმატა გამარჯვების მენტალიტეტი მომიტანა. ანუ შენ გინდა არ გინდა, სადაც არ უნდა წახვიდე, როგორი ამინდიც არ უნდა იყო, სადაც რა ქალაქშიც არ უნდა თამაშობდე, უბრალოდ უნდა მოიგო. ჩემი ეგ საფიქრალი იყო წინა დღეს თამაშამდე ბორზე, თამაშის დღეს უშუალოდ თამაშზე 10 წუთი რო იყოს დარჩენილი და სიტყვაზე აგებ 1-0-ს, მე მაინც ვიცი, რომ უნდა მოვიგო ეს თამაში და მე ვთამაშობ იმისთვის, რომ 1-0-დან 2-1 გავხადოთ. და ეს ამ გუნდმა და ეს სტაბილურმა გამარჯვებებმა ეს მომიტანა გამარჯვებულის მენტალიტეტი და სადაც არ უნდა ვიყო, ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდა, ჩემთვის თავარია რომ მოვიგო და გავდივარ მაგ ემოციით, რომ სხვას არ განვიხილავ არაფერს. ჩემი აზრით ლიეტუვას აქვს უფრო მეტი გამოცდილება ევრო ტურნირებზე, როგორც ახლა ჟალგირის ვახსენით ვილნიუსი, ყოველ წელს თითქმის ჯგუფურ ეტაპამდე მიდიან და განსხვავებას იმას ვიტყვი, რომ უფრო მეტი ქულა მოაქვს ქვეყნისთვის რეიტინგში FIFA-ში, ვიდრე ჩვენ ქართულ გუნდებს საქართველოსთვის. ეგ უკვე ერთი განსხვავება არის ჩემი აზრით. შემდეგი განსხვავება ალბათ უფრო ტემპი არის. ლიტვის ჩემპიონატში უფრო მაღალი ტემპი არის და უფრო დინამიკაში მიდის თამაში ჩემი აზრით, ვიდრე საქართველოში. უფრო
სისწრაფეებს შერ და უფრო ძალისმიერი არის. ეს ამ განსხვავებებს ხედავ მე რაც დავინახე ეს ამ ერთ წელიწადში. მაგას ვერც შევადარებ. ქართველი ფეხბურთელი მარტო ლიეტუელზე არა, ჩემი აზრით, ქართველი ფეხბურთელი არ ვამბობ ბრაზილიელებზე ნიჭით არავის არ ჩამოუვარდება. მე ხა თქვენ კითხვას დაუბრუნდები, ცოტა გამიჭირდება, იმიტომ რომ ჩემთვის რთული შესაძლებელია ქართველი და ლიტველი, იმიტომ რომ ქართველი ბევრად მაღლა არის თავის IQ-ით, თავის რაღაც გენეტიკაში გვაქვს ქართველებს რაღაც ტექნიკაც, ფეხბურთის თამაშის და ბევრად წინ ვართ ქართველი ფეხბურთელები, ლიტველ ფეხბურთული რო საუკეთესო სეზონი ჩავატარე ჯერჯერობით ჩემს კარიერაში, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს უკეთეს ჩავატარებ მომავალ სეზონში და კიდევ უკეთეს გაჩერებას არ ვაპირებ. და კი ვამჩნევ იმას, რომ უკვე თითქოს დაღვინდები, უფრო მეტ გამოცდილებას, ბევრი თამაშნაირის გამოცდილებაც მოდის და სტაბილურობას ვამჩნევ ჩემს თავში, რაც არის თავარი ესე ვთქვათ, გასაღები, როგორც ვთქვათ, რომ ყველა თამაშზე ვცდილობ და ვინარჩუნებ ვიყო უშეცდომო, რასაც თქვი ის მიზერის შეცდომაც არ დაუშვა იმ სიტყვაზე იმ ტექნიკურ წუნში ან ბურთთან ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვიყო სტაბილური და უშეცდომო მთელი თამაშის განმავლობაში. მე და თემური ანუ ყაზახეთშიც გუნდელები ვიყავით ერთი წელი შახტარში ვთამაშობდით ერთად და მანამდე ალბათ 2021 წელს ზუსტად არ მახსოვს თელავშიც ნახევარი სეზონი თუ არ ვშთები ერთად ვთამაშობდით. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც რო არ გამჭირვებია სიტყვაზე ადაპტაცია გუნდთან იყო თემურიც, იმიტომ რომ ქართველი დამხდა იქ ორი ქართველი უკვე აღარ გიჭირს არავისთან აღარც კომუნიკაცია, რაღაც უკვე ორი ქართველი ძალიან დიდი ესე ვთქვათ ძალა არის ხო უცხო ქვეყანაში და უცხო გუნდში და რაც შეეხება როლი ძალიან დიდი როლი ითამაშა მთელი სეზონი, არაერთი ლამაზი და მნიშვნელობის გოლი გაიტანა როგორც ჩემპიონატში ისევე კონფერენს ლიგაზე და ჩემი აზრით დავთვლი და არ არის მხოლოდ ეს ჩემი აზრი, გარდამტეხი როლი იქონია მისმა გოლმა ჰეგელმანთან მეორე ადგილოსან გუნდთან, რომელთანაც 5 ქულა ჰქონდა სხვაობა, მაგრამ თემურის გოლის მერე უკვე 8 ქულამდე გავზარდეთ ეს სხვაობა და უკვე გავინაღდეთ ჩემპიონობა. ჩემი ოცნება ეს არის ბავშვობის დროინდელი და ამოცნებით ცხოვრობ და რთულია ეს ამოცნების გარეშე იყო ერთი წამით. მე ყველაფერს ვაკეთებ ამოცნების გამო, ვთამაშობ, ვცდილობ რაღაცა პატარ-პატარა ესე წარმატებით ამ ოცნებას მიუახლოვდე და ერთი წამითაც არ მიფიქრე, რომ სიტყვაზე ან არ დაველოდო, ან არ იქნება. გულის სიღრმეში მე ჩემ გულში მჯერა, რომ სადღაც რაღაც ერთი შანსი მაინც იქნება და მე აუცილებლად მზად დავხდები და მზად ვიქნები. თუ მომეცემა ამის შესაძლებლობა აუცილებლად.